დაძაბულობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაზერბაიჯანული მედიის გამოხმაურებების კვალობაზე, როგორც ჩანს, მძაფრდება. მძღოლების დაბლოკვის შემდეგ სკანდალში ახლა რკინიგზა ეხვევა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საქართველოს რკინიგზა გადაზიდვის მაღალი ტარიფებით აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში მიწოდების პერსპექტივას ხელს უშლის. ბაქოში უკვე აღარ მალავენ, რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დესტრუქციას ცდილობს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საქართველოს რკინიგზამ ჩვეულებრივზე 20 ჯერ ძვირი გადაზიდვის ტარიფი შესთავაზა აზერბაიჯანულ მხარეს, რაც მეზობელი ქვეყნის მხრიდან მიუღებელი საქციელია. ასეთი მიდგომა ხელს უშლის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას. თბილისი ბაქოს მოთმინებას ცდის, ნათქვამია სტატიაში. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ფორმულასთან სკანდალურ სტატიაზე განმარტებების გაკეთება არ ისურვა, ხოლო ისქვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ინფორმაციული ნაწილი, რაც როგორც აზერბაიჯანული მედიის, ასევე საქართველოსთან გამოხმაურების კუთხით უნდა იცოდეს მაყურებელმა. თქვენ ეს ყველაფერი იცით და კიდევ უფრო მეტიც გვაინტერესებს რა ხდება ამ ხო, ну ეს ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული ერთ-ერთ ინტერნეტ რესურსზე Minval.ez არის ეს რესურსი, სხვათა შორის მე დავუკავშირდი მას, უბრალოდ თვითონ დამიკავშირდნენ და მე ვთხოვე რომ განემარტა ჩემთვის საიდან იყო წყარო ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ არც ერთმა სხვა წყარომ არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში ეს არ დაადასტურა, მაგრამ მე მინდა უფრო დიდი სურათი დავინახოთ აქ და უნდა ვთქვათ, რომ ეს სამშვიდობო პროცესი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დინამიურად ვითარდება, არა უპრობლემოდ, მაგრამ ძალიან დამაიმედებლად. და გულდასაწყვეტია ის, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა ჩვენი პოზიცია. ამ პროცესთან მიმართებაში ყოველთვის გულწრფელად ვცდილობდით, რომ მხარი დაგვეჭირა მისთვის, სხვათა შორის ქართული ოცნების პირობებშიც და ამისთანა ბოლო დადებითი მოვლენა მოხდა 17 აპრილს ამ წლის, როდესაც საქართველოში თბილისში ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების სამხრივი შეხვედრა და დასრულდა საკმაოდ დამაიმედებელი, კარგი, ერთობლივი დოკუმენტით. იმის შემდეგ არაფერი არ მომხდარა და ჩვენ სამწუხაროდ ეს ამ პოზიციონირებას ჩვენ დადებით როლს რეგიონში ვკარგავთ. და არავითარი იდეების გენერაცია ამასთან დაკავშირებით არ ხდება. ეხლა ის რაც გაჟღერდა დღეს არის ის, რომ ამ როლს ჩვენ პრაქტიკულად თავიდან ვიძენდით. აზერბაიჯან სომხეთის ურთიერთობებში და სხვათა შორის მე ადრე ინტერვიუებში ნათქვამი მაქვს, რომ ერთ-ერთი უძლიერესი ზემოქმედების ბერკეტი, რომელიც რუსეთს გააჩნია სომხეთზე, არის ნავთობპროდუქტების და გაზის მიწოდება. და გამოვთქვი ვარაუდი, რომ წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ აზერბაიჯანი ამაში რუსეთს ჩაანაცვლებს, საერთოდ რუსეთი დაკარგავს მაშინ ზეგავლენის ბერკეტებს და ეს წარმოუდგენელი რამ ხდება. ხო და იყო ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი ინიციატივისა და ამ ტრიპის ეგრეთ წოდებული. დიახ, მაგრამ ეხლა ჩვენ გავიგონეთ, რომ თუ ჩვენი ორი მეზობელი, სხვათა შორის ორივე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამაზე შეთანხმდა. ეს იმისთანა დადებითი ნაბიჯია ზოგადად საერთოდ სამხრეთ კავკასიის როგორც რეგიონის მიმზიდველობის და ასე ვთქვათ სიძლიერის კუთხით, რომ ეს არის ჩვენი როლის დამკვიდრება ისევ ამ პროცესებში ჩათმას შემდეგ. ამიტომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის ამბავი, ჩემთვის მაგალითად, რომ ჩვენ შევთავაზეთ 20 მაგიგა 40 ჯერ უფრო მაღალი ტარიფიო, ასე წერს მინვალი. ხო, სავსები წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ თუ სინამდვილეს შეესაბამება ის, რომ ჩვენ ამისთანა წინადადებით მოგმართეს, ჩვენ შეიძლება საერთოდ ქველმოქმედებით, საერთოდ ნულოვანი ტარიფით გავატაროთ ეს ტვირთი და გავასაღოთ ეს, ანუ წარმოვადგინოთ ეს როგორც ჩვენი შენატანი სამშვიდობო პროცესში. თუ ეს შემთხვევა შეუძლებელია, მინიმალურ ტარიფში მაინც გავგვეტარებინა. ეს ჩვენ ინტერესებშია. მესმის, თუმცა აქ ვაჭრობას მოსულა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ცოტა ხანში, ასე ვთქვათ, მთავრდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალდებულების პერიოდი, როდესაც აზერბაიჯანული გაზის შეღავათიანი ტარიფით შეძენის უფლება ქონდა საქართველოს, ანუ ამ მხრივ ჩვენც აზერბაიჯანული ქველმოქმედების იმედიც უნდა გქონდეს. ხო და ზუსტად ამიტომ ამ ჩვენ პოზიციას ეს გაამაგრებდა ყველამ. ამბობთ და თქვენ როგორც დიპლომატი ძალიან სწორად ხედავთ ამას. მე მინდა მაყურებელს შევპირდე, რომ ხვალ უკვე თარგამაძის ფორმულაში უშუალოდ აი ამ დარგის ამ სფეროს ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თემის კარგ სპეციალისტთან ერთად კიდევ ერთხელ
ერთხელ დაუბრუნდებით ამ თემას. შეიძლება სრულიად არასასურველია, დაუსაბუთებელია აჟიოტაჟის ატეხვა, მაგრამ მეორეს მხრივ ის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, პირველი თავად აზერბაიჯანული მედიიდან წამოსული ინფორმაციით, ჯერ სატრანსპორტო, საავტომობილო გადაზიდვებს უკავშირდებოდა, ახლა უკვე მეორე თემა შემოვიდა სივრცეში, მედია სივრცეში, ამისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებლად საჭიროა. და ახლა ჩვენი საუბრის მთავარი თემა, ბატონ ვალერი, დეტალურად აღარ მოვყვები, მაყურებელი იღებდა ბოლო 2 დღის ინფორმაციაში, ბოლო 2 დღის განმავლობაში ფორმულადანაც დეტალურ ინფორმაციას ამ შეერთებული შტატების ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შინაარსთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში ფოკუსის დონეზე სიახლე არაფერი ყოფილა, არც შეიძლება ითქვას დოქტრინალურად რაღაც ახალი არ მოგვისმენია, ბევრმა თქვა, რომ ეს არის მიუნხენის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული საპროგრამო, ასე ვთქვათ, ტექსტის პრინციპებზე დაფუძნებული რამ, მათ შორის ციტატების დონეზეც კი აღმოჩნდა, რომ დამთხოვები ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ძვრებს მოიტანს მთელს მსოფლიოში. საუბარი არის ამ ერთპოლარული სამყაროს ერის დასასრულზე, საუბარია თავად შეერთებული შტატების მხრიდან, ამის არათუ აღიარებაზე, არამედ ამ პროცესის დაჩქარებაზეც. ჩვენთვის პატარა ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ეს ახალი მსოფლიო წესრიგი. თქვენ რას გამოყოფთით ამ სტრატეგიის ფარგლებში, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესებზე და საქართველოზე ბოლოს რომ ამაზე ვისაუბროთ. ბატონო გიორგი, ერთი წინა თემას დავასრულებ და მე გადავალ, ესე იგი, საერთოდ ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჟღერდება, ტვირთები აზერბაიჯანის, ტვირთები სომხეთის და ასე შემდეგ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ბუნდოვანობა, როგორც საქართველოს, როგორც ქვეყანას არანაირად არ გვაძლევს ხელს. არის ეს პრობლემები თუ არ არის, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პასუხები და ახსნები. ამიტომ თუ ეს არ მოხდება, ეს თავისთავად ეს გაურკვევლობა ავნებს საქართველოს ინტერესებს და ამის ჩაჩუმება არანაირად არ შეიძლება. როცა ამ გაურკვევლობას თუ ეს ასე არის, ხო, თეორიისა და მithmamothis დონეზე კი არა, არამედ მტკიცებულებების დონეზე ბევრ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ საქართველოს რუსეთის ინტერესებს ახორციელებს რეგიონში ან მაგალითად ამ ახალი სამხრეთ კავკასიური ახალი წესრიგის დესტრუქტორი ან საქართველოს აღარ არის სანდო სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც ავნებს ჩვენ ძირეულ ინტერესებს. ფოკუსირდეთ ახლა შეერთებულ შტატებზე. ნუ ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორი შეფასებაა, რომ GD Vance-ის მიერ წარმოთქმული ანუ გაგრძელება იმ ფილოსოფიის, რომელიც ასე ვთქვათ განავითარა GD Vance-მა მიუნხენის კონფერენციას და რითაც არანაირად ევროპელები არ არიან, ბედნიერები არ იყვნენ და მაგრამ ამასთან ერთად ის შეიცავს გარკვეულ დადებითთვის მომენტებსაც, კომპონენტებს. ნუ პირველი, ესე იგი, არის ძალიან მოკლე დოკუმენტი და მისი წაკითხვა ყველა შეუძლია. არის სულ 33 გვერდი. ნუ თვითონ სათაური ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ ასახავს მის არსს და მის სტრუქტურას, იმიტომ რომ რეალობაში ეს არის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. კარგი აქ რა არის, რომ არის პირდაპირ ნათქვამი, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების, ევროპასთან გაძლიერების გარეშე ამ კონცეფციაში ჩამოყალიბებული მიზნები ვერ იქნება შესრულებადი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამასთან ერთად ის უნდა ითქვას, რომ სულ არის იქ 6 თავი ამ დოკუმენტში და ევროპა არის მხოლოდ მესამე ადგილზე. იწყება ის დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის როლით და ნუ აქ ალბათ ცოტა საკამათოა ის, რომ მას დაერქვა, ესე იგი, მონროს დოქტრინის ახალი რედაქცია ტრამპისებური. რატო ახლა ეს საკამათო? იმიტომ რომ 200 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრინციპული განსხვავებაც არის, იმიტომ რომ მაშინ ეს მონროს დოქტრინა ითვალისწინებდა შედარებით მცირე გავლენის მქონე მაშინდელი შეერთებული შტატების გაფართოების პოლიტიკას. გარეთ ეს კონცენტრირდებოდა სამხრეთ. გლობალური მოთამაშე ხდება ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ხო? თან ახლა დღეს ამ დასავლეთ ნახევარსფეროში არის იმის თანაქვეყნები წარმოადგენილი, როგორც არის კანადა და მექსიკა.
და ეს არის მე-10 და მე-13 ქვეყნები მსოფლიოს ეკონომიკაში. 2.3 ტრილიონით კანადა და 1.9 ტრილიონი დოლარით მექსიკა და ეხლა ისე ადვილად სამართავები როგორც 200 წლის წინ იყო ეს ქვეყნები ნამდვილად არ არიან სხვათა შორის კანადასთან ურთიერთობებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეს დაადასტურა. შემდეგ მოდის დაძაბულობის ფაზაშია. დიახ. შემდეგ მოდის აზია, იქ არის რა თქმა უნდა ის რომ მთავარი ორი ღერძული იდეა რომ ამერიკამ უნდა გაიმარჯვოს ეკონომიკურ პაექრობაში აზიასთან და პირველ რიგში ჩინეთთან და არ უნდა მოხდეს ესკალაცია რაღაც სამხედრო მოქმედების და შემდეგ გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, ანუ ევროპაზე, ხო? აი ეს ევროპაზე ეს მთავარი კონცეპტუალური ღერძული იდეა რომ ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების გარეშე ამ კონცეფციის მიზნები არ იქნება მიღწევადი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მაგრამ ამასთან ერთად კონცეფციაში, значит, მისი ავტორები აძლევენ თავისუფლებას, რომ შეუტიონ პრინციპში ევროპულ ინსტიტუტებს, რაც არის ცოტა გაუგებარი, იმიტომ რომ ჯერ ერთი იქ ნათქვამია, რომ ევროკავშირი და სხვა ტრანსაქციული აქტორები, ვინ არიან სხვა ტრანსაქციული აქტორები, ცოტა რთულად გასაგებია, თუ ევროპაზე ვსაუბრობთ, არღვევენ პოლიტიკურ თავისუფლებებს და სუვერენიტეტს. და რა არის ევროკავშირი? ევროკავშირი არის ზუსტად კოლექტიური სუვერენიტეტის გამომხატველი ორგანო, რომელიც შედგება რისგან, ესე იგი, ევროპული კავშირი, ევროპული საბჭო, უბრალოდ ევროპული კომისია და ევროპარლამენტი. მაგ აქცენტი ყოველთვის გასაგებია, მასკის აქტიურობის ბოლო ფაზას თუ დავაკვირდებით და JD Vance-ის მანამდელ რეაქციებსაც ევროპულ დინამიკაზე, აქ მაინც ძირითადად რაც არის საუბარი, ყველა ხდება ზოგადად ევროკავშირის როგორც გაერთიანების წინააღმდეგები არიან და პრობლემები, რომელიც აქვთ ამასთან მიმართებაში, იქაც ნათლად ჩანს. თუმცა ევროკავშირთან მიმართებაში და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის და სტაბილურობის თემასთან მიმართებაში შეერთებული შტატები ხას უსვამს, რომ ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები არიან მათი სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესში, მაგრამ აი რუსეთთან პოზიციონირების კუთხით არის თითქოს რაღაცა კუთხე შეცვლილი, რაც იწვევს რაღაც გარკვეულ. ხო, აქაც ახლა ცალსახად მასე არ არის, იმიტომ რომ არის იქ აღიარებული, რომ უკრაინაში რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. ხო, მაგრამ ამასთან ერთად, როგორც მიზანი ან კონცეფციის არის ჩამოყალიბებული შემდეგი, რომ უნდა შეუწყოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანუ იცით რა შეა საქმე, რომ თითქოს განყენებულად უყურებს ამ ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატები. არა თავის მეკავშირეებთან ერთად არის, ანუ ამ შემთხვევაში ნატოს წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. არამედ რაღაც განყენებულად უყურებს ამას და მიზნად ისახავს იმას, რომ ესე იგი გააძლიეროს ევროპის სტაბილურობა და ახალი წესრიგი, რომელიც ემყარება ასევე ევრაზიულ სტაბილურობას, სადაც თავისი როლს აძლევენ რუსეთს და მასთან, ასე ვთქვათ, ახალი სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. აი ეს არის რაღაცა სტრატეგიული ბალანსის ის გაგება არის, რომელიც აქვს ამ ადმინისტრაციას, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ერთის მხრივ ჩანს, რომ შეერთებული შტატები უხეშად რო ვთქვათ, მსოფლიო პოლიციელის როლის თამაშზე უარს ამბობს, რომ მისი რესურსები ვერ გაწვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროცესებზე კონტროლის ამბიციას. ხო, საკუთარ მხრებზე ვეღარ ატარებს სოფლიოს ეს როგორც ატლასი და შემდეგ ამ მხრივ ენითაც აშკარად ამ ტიპის დოკუმენტებისათვის მაინცა და მაინც არა დამახასიათებელი სტილისტიკაა, მაგრამ ჩვენთვის რაც არის მთავარი მშრალ ნარჩენად რო ავიღოთ, ასე ვთქვათ, ეს არის საარჩევნო კამპანიის დროს, ან თუნდაც პირველი ვადის დროს ტრამპისა და მისი კამპანიის მიერ გაცხადებული პრინციპების ამ დოკუმენტში რეალიზების ხარისხი. გვაინტერესებს რამდენად მდგრადი და გრძელვადიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს მიდგომები უკვე საგარეო პოლიტიკის და სხვა სფეროების მიმართულებით და რა უნდა გაითვალისწინოს როგორც ევროპამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩვენმა მთავარმა და ყველაზე ახლოს მდგომმა პარტნიორმა და საქართველომ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია ერთის მხრივ დასავლეთის ერთიანობით, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ის განსხვავებები, რომელიც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ ადმინისტრაციის პირობებში არსებობს.
როგორც ჩანს, ესე იგი ადმინისტრაციის ამ დარჩენილ ვადაში, ამ 3 წლის განმავლობაში ეს იქნება მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ამერიკის დიპლომატიისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ დიდი გავლენა ამ დოკუმენტზე სისტემურ დიპლომატებს არ ქონდათ და როგორ იქნება ის რეალობაში თარგმნილი, რეალურ მოლაპარაკებებში ეს კიდე დასაკვირვებელია. მაგრამ კარგი ამაში არის ასევე ის, რომ ეს აუცილებლად უბიძგებს ევროპას მეტი კონსოლიდირებისთვის. და უკვე ამის ნიშანი გამოჩნდა კიდევაც. ახლა პარალელურად ხო უკრაინა, რუსეთ-ამერიკული სამკუთხედში მოლაპარაკება ევროპელებთან ერთად მიმდინარეობს და რა ხდება ხვალ? ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ლონდონში, სადაც იკრიბებიან ევროპის ლიდერები, არა ევროკავშირის, არამედ ევროპის, ანუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კანცლერი გერმანიის, საფრანგეთის პრეზიდენტი და ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ახლა იქ ესე იგი ამ კონცეფციის სტილში მოხდება, ესე იგი ვთქვათ, იქ დიალოგები და შესაბამის ადაპტაციას ჩვენ ვიხილავთ ევროპულ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის სრულიად გასაგები, რომ ეს გამოიხატება შემდგომ უფრო მეტ კონსოლიდაციაში ევროპელების პოზიციის, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად. ეხლა ამასთან ერთად კიდევ ერთი დადებითი მომენტია ამ კონცეფციაში, სადაც მისი ავტორები საუბრობენ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე. და ხაზს უსვამენ იმას, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ამ ქვეყნების აღშენებლობას კომერციული, სამხედრო, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების. კითხვა უბრალოდ არის ის, მოიაზრებენ, თქვათ, ამ რეგიონში სამხრეთ კავკასიას ავტორები თუ არ მოიაზრებენ. თუ ჩვენ გავიხსენებთ 8 აგვისტოს შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში, სომეხი და აზერბაიჯანი ლიდერების, უნდა ვიფიქროთ, რომ ალბათ გულისხმობს, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივი მონაწილეები ვართ ყველა ევროპული ინიციატივის, მათ შორის ევროპული თანამეგობრობის ახალი ინიციატივის, ხომ? მაგრამ აქაც ჩვენ გამოდის, რომ სამწუხაროდ უნდა ვენდოთ აზერბაიჯანის და სომხეთის სამწუხაროდ არ გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოს მთლიანად არის ამოვარდნილი ამ პროცესებიდან. ხო და უნდა მივენდოთ იმას, რომ ჩვენი აზერბაიჯანი და სომეხი მეგობრები აქტიურად განავითარებენ, მათ შორის არა მხოლოდ თავის ურთიერთობებს ამერიკელებთან, არამედ ოვალურ კაბინეტში ალიევის და ფაშინიანის მიერ შეტანილ კავკასიური სურნელი, რომ ჩვენზეც ჩვენზეც რო იმოქმედოს. ძალიან დიდი მადლობა ამ თემებზე საუბარს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმაზე დაკვირვებით, რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ რეალურ პოლიტიკაში ეს როგორ გადაითარგმნება.